გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს 2025 წლის 16 სექტემბერია. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული წვნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამრით ხოხაშვილის სახელობის სპორტული საავტორო ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. მინდა წარმოვადგინო დღევანდელი გადაცემის სტუმრები. გადაცემის დებიუტანტი სახელმწიფო კლუბ ქუთაისის მოქმედი ხელბურთელი და საქართველოს 14 წლამდელთა ნაკრების თავარი მწვრთნელი ვეფხო ზურაბიანი. დიდი მადლობა ვეფხო რომ მობრძანდით. გადაცემის დებიუტანტია და ამიტომ პირველად ის წარმოვადგინე. და ჩვენი გადაცემის შეიძლება ითქვას ხშირი სტუმარი ბოლო წლებში ბატონი გიორგი გვალია, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი. სოხუმელი კაცი, რომელიც 92-93 წლებში ისავდა საქართველოს ერთიანობას, იყო დაჭრილი 93 წელს სოხუმში და 90-იანი წლების ბოლოდან იყო საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ნაკრების წევრი და ბოლო წლები არის ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი. მიზეზი მისი მოწვევის გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენი ნაკრები, ამპუტანტთა ნაკრები, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება სექტემბრის ბოლოს ესპანეთში და გიორგი გვალია დეტალებში აგვიხსნის, როგორ ემზადება საქართველოს ეროვნული ნაკრები, ვის შეხვდებიან, სიკვდილის ჯგუფში არიან თუ ჩვეულებრივ ჯგუფში. სიკვდილის ჯგუფი ეს არის სპორტული ტერმინი, ვინც იცის სპორტი, ესმის სამქვე ტექსტების მნიშვნელობა, თუ არ ესმის დღეს გაიგებს და რასაკვირველია, ორივე საინტერესო სტუმარია ჩვენთვის და დიდი მადლობა ორივეს რომ მობრძანთ. დღეს 16 სექტემბერია. ზუსტად 24 წლის წინ 2001 წლის 17 სექტემბერს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა ლეგენდარული ფეხბურთელი დავით ყიფიანი. ხედავთ ახლა კადრებს, ამდენიმე ფოტოს. დავით ყიფიანი იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავი. მას ჰქონდა ფილიგრანული ტექნიკა, მოედნის შესანიშნავი ხედვა, ულამაზესი პასები და გოლები. მან ფეხბურთი აიყვანა ხელოვნების დონეზე. საყვარელი ფეხბურთელი იყო. მე-20 საუკუნეში საქართველოს ქართულ ფეხბურთში და არა მარტო ქართულში დავით ყიფიანი იყო გამერჩეული ფიგურა. ჩემთვის პირადად, ახლა სხვას არ ეწყინოს, მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელები ქართველებს შორის შემტევ ფეხბურთელებზეა საუბარი, იყო დავით ყიფიანი. რასაკვირველია, ჩვენ ყავდა სლავა მეტრეველი, ფანტასტიკური დონის ფეხბურთელი, შემტევი მიშა მესხი, რანა შენგელია, მანამდე ბორის პაიჭაძე, ბასა ღობირიძე ასე შემდეგ, მაგრამ დავით ყიფიანი იყო გამორჩეული, არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნება. ის ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც იყო არისტოკრატი. 24 წლის წინ ის ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში, 50 წლის იყო ბატონი დავითი. თელმა საფეხბურთო სამყარომ, სოფლიოს წამყვანმა ტელევიზიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა, სააგენტოებმა, გაზეთებმა გამოაქვეყნეს იმ დროს ვრცელი მასალები დავით ყიფიანზე. ის იყო ნამდვილი მაესტრო ფეხბურთის. დავით ყიფიანი იყო ძალიან განათლებული ადამიანი. ცხოვრებაშიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცხოვრებაშიც და სპორტშიც იყო არისტოკრატი. აქ რამდენიმე ფოტო ნახეთ, ეს ბოლო ფოტო არის გადაღებული ესპანეთში, ბატონ ზურაბ აბაშიძეზე. ის ხელბურთელი იყო, მერე გახდა უკვე დიპლომატი. 70-იან წლებში თბილისის დინამო, როცა იყო ესპანეთში ერთ-ერთ ტურნირზე. მანამდე იყო დავით ყიფიანის ფოტო თენგიზ სულხანიშვილთან, ნახავდით იქ მაღალი დონის ტელეჟურნალისტი იყო, ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ სულხანიშვილი. ერთი ფოტო იყო, აი ეს დიახ, თენგიზ სულხანიშვილი არის ამ კადრში და დავით ყიფიანი. ერთი ფოტო იყო, სადაც ოლეგ ბლოხინთან, უკრაინელ ფეხბურთელთან, რომელიც 75 წელს გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს ფოტო გადაღებულია 70-იან წლებში, როცა ბლოხინი და დავით ყიფიანი შეხვდნენ ანსამბლ ზიურს. მე ასე ვიცი, ასეთ ინფორმაცია მაქვს. დავით ყიფიანი დიდი ასოებით შევიდა ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში
და მინდა გითხრათ, რომ მე პირველი ჩემი შეხვედრა მასთან იყო 1979 წელს, 79 წლის 5 ოქტომბერს. რატომ მახსოვს ეს თარიღი? 3 ოქტომბერს ფეხბურთის სტაჟიანმა გულშემატკივრებმა და ახალგაზრდებმა იციან, 79 წლის 3 ოქტომბერს თბილისის დინამომ სახში 3-0 დაამარცხა ლეგენდარული კლუბი ლივერპული, გამოვარდა ლივერპული, 3-0 ფეხბურთში დიდი ანგარიში ითვლება, მაგრამ ამ სიტუაციაში დამარცხება კი არ იყო ლივერპულის, განადგურება, იმიტომ რომ ლივერპული ზედიზედ წინა წლებში იყო ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. და 5 ოქტომბერს თბილისის დინამო ჩაფრინდა დონეცკში, უკრაინაში. იმისათვის რომ გაემართა 6 ოქტომბერს შეხვედრა დონეცკის შახტიორთან. შახტიორი ერქვა იმ დროს, მე იმ დროს ცხოვრობდი დონეცკში, დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და მოხდა ჩემი პირველი შეხვედრა დავით ყიფიანთან თბილისის დინამოს იმ თაობასთან. მოვახერხეთ იმ სასტუმროში შესვლა, პირველი გასაუბრება, შემდეგ არაერთხელ მქონდა საუბრები და შეხვედრები დავით ყიფიანთან სოხუმში, გაგრაში, თბილისში და 97 წელს, როცა ბატონ დავითი იყო, ყიფიანი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 97-98 წლის დასაწყისში მთავარი მწვრთნელი. რამდენიმეჯერ მომიწია მასთან გია გენაცვალე, გავიდა 28 წელი და ახლაც მახსოვს მისი სახლის ნომერი. მომიწია მასთან დარეკვა. და რას პასუხობდა? თენგო ხვალ ხომ პრესკონფერენცია არისო, იქ შემეკითხეო. ხვალ კი, მაგრამ მე დღეს მინდა ექსკლუზივი გინდაო და მაშინ ორ კითხვაზე გიპასუხებო. მას ესმოდა ჟურნალისტის პროფესიის ნიშნობა, რომ მე მინდოდა ერთი დღით ადრე ექსკლუზივი რაღაცა საინტერესო ინფორმაცია რომ სხლებს და გავასწროს ფეხბურთშია, ხელბურთშია, გაასწრო. მეტოქეს მეც მინდოდა წინსწრები ესეთი ინფორმაციები. დავით ყიფიანი იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავი, შემთხვევით არ მithქვას 1982 წლის გაზაფხულზე, როცა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ესპანეთის საინფორმაციო სააგენტოებმა და გაზეთებმა ჩაატარეს გამოკითხვა ევროპელ ჟურნალისტებს შორის საუკეთესო ხუთეულით და ასახელეთო, პირველ ადგილზე გავიდა მარადონა, დიეგო, მეორეზე მიშელ პლატინი, მესამეზე ზიკო, ბრაზილია და მეოთხეზე დავით ყიფიანი. ახლა წარმოიდგინეთ რა დონის აღიარება იყო. დიდი მადლობა ყველას, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ახლა რასაკვირველია, ჩვენ გადავერთვებით ფეხბურთზე, ხომ სხვა ფეხბურთზე, ვებხოს თანხმობით და სიტყვა მინდა გადავცე საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს გიორგი გვალიას. გიორგი გვალია არის სოხუმელი კაცი, 92-93 წლებში სულ ახალგაზრდა იყო, როცა იცავდა საქართველოს ერთიანობას. 93 წლის 16 მარტს გიორგი გვალია იყო დაჭრილი სოხუმის დაცვის პერიოდში, როცა ბრძოლები იყო 93 წლის 16 მარტს. დევნილობის პერიოდში თბილისში უკვე მან გააგრძელა ცხოვრება, ისე ვერ ვიტყვი რომ ოპტიმისტურად, მაგრამ ის პრობლემები რაც ჰქონდა ბევრ ადამიანს მან გადალახა, მიუხედავად იმისა რომ დაჭრილი იყო 97 წლიდან იყო საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი და 2018 წლამდე თამაშობდით, ხო გიორგი, 2018 წლამდე, ხო? და ბოლო 5 წელი ხართ საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი. 20 წლიდან თუ 21 წლიდან? 21 წლიდან. 1 წელი მოგიმატეთ. გიორგი, დიდი მადლობა გია. მინდა გთხოვოთ ახლა, ჩვენი ეროვნული ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატის, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება ესპანეთში. ევროპის ერთა ლიგის ბოდიში, ერთა ლიგის B დივიზიონი, ხო, B დივიზიონი. შარშან და შარშანწინ იყავით C დივიზიონში და გადავედით B დივიზიონში. ერთა ლიგის ტურნირი B დივიზიონში. მაგრამ მე რომ შევხედე იქ მეტოქეებს, სერიოზული დონის მეტოქეებია, ხო, ფეხბურთში. განვითარებული ქვეყნები. დიახ. ესპანეთი, ირლანდია, საფრანგეთი, გერმანია. წარმოიდგინეთ, ვებქვა რა ქვეყნის ნაკრებები ამპუტანტთა ფეხბურთში. ანუ ჩვენ აქ გვაქვს ძალიან გადახალისებული მდგომარეობა. შემადგენლობაში 12 ფეხბურთელი, 10 ფეხბურთელი. ცოტა ახლოს თუ შეიძლება მიკროფონი. 10 ფეხბურთელი, 2 მეკარე. დიახ. ამ ჯამში 12 კაცში 10-9 კაცი არის 30 წლამდე ასაკის. ახალგაზრდული. განაახლეთ, ხო ნაკრები, ხო, ბუნებრივი პროცესია. ახალგაზრდული დებით დაკომპლექტებული გუნდია
სხვათა შორის ეს ახალ ზოგიერთი მათგანი 23 წელს ღებულობდა ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებში. სადაც გაიმარჯვეთ და გადახვედით B დივიზიონში. სადაც პირველი ადგილი დავიკავეთ, იქ დავამარცხეთ. სხვათა შორის 23 წლის ზუსტად ოქტომბერი იყო. ბელგია, ხო, ბელგიაში. ბელგიაში, ქალაქ ბლანკენბერგში, ცნობილი ქალაქია ლა-მანშის სრუტეზე. და პირველი მატჩი ქონდა ბელგიასთან 0-5 მოუგეთ 5-0. 5-0. მეორე ისრაელთან კაცნაკულები ვეთამაშებოდით ერთ ფეხბურთელი გაგვიგდეს 3-1-3-3 ვაგებდით და 3-3 და საბოლოო ჯამში გაიმარჯვეთ და გადახვედით B დივიზიონში. ახლა გთხოვთ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ერთა ლიგის B დივიზიონში, რომელიც ესპანეთში ჩატარდება, რომელ ქალაქშია ეს? ზევანდელი ერთა ლიგის B დივიზიონის, ჯგუფს დავარქვევ ქართულად, B ჯგუფის გათამაშება ტარდება ესპანეთის სამეფოს ქალაქ ავილაში. ეს არის მადრიდიდან სადღაც 120 კილომეტრის დაშორებით. ავილაში. კიდევ ერთხელ დაასახელეთ ქვეყნები ვის ხდებით? 26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, ხო? 26 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით გვაქვს მატჩები, მაგრამ ჩვენ ადგილზე ვიქნებით 25 სექტემბერს, ესპანეთის დროით 2:30 და მოვფრინავთ ვიწყებთ 26 სექტემბერს. პირველი მატჩი ჩვენ გვექნება 26 სექტემბერს გერმანიის ნაკრებთან. ბუნდესლიგის დაკომპლექტებული ფეხბურთელები, დიახ, ხო? მაგრამ ცოტა შეიძლება ითქვას ჩვენთვის კარგი ვითარება ამ ნაწილში, რომ პირველ მატჩს გერმანიის ნაკრები ბოდიში თქვენთან ახლა თქვენ კადრში ხედავთ ვიდეოს შეკრებაზეა გადაღებული გორში ჩვენი ნაკრები რამდენიმე დღის წინ ეს თვითონ ფედერაციამ ამბუტანტთა ფეხბურთის ასოციაციამ გიორგი გვალიამ მოგვაწოდა გორში არის ეს ჩვენი ნაკრები ემზადებოდა ამ დღეებში გაგზავნეთ ხო მოკლედ ვეთამაშებით გერმანიის ნაკრებს დილით გერმანიის ნაკრები ეთამაშება გახსნითი მატჩი აქვს თვითონ მასპინძლებს ესპანეთს კი ახლა ფავორიტად მიიჩნევა რა თქმა უნდა ესპანეთის ნაკრები იმიტომ რომ ის 2 წლის წინ თამაშობდა გავარდა იგი ჩამოქვეითდა და უნდა დაბრუნება რა თქმა უნდა დაბრუნება კარგი ფეხბურთელები ძლიერი ფეხბურთელები და არის დაკომპლექტებული და შესაბამისად ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომ გერმანიის ნაკრებმა თავი შეინახოს და ჩვენთან გამოაჩინოს მიუხედავად იმისა იმ დღეს მეორე მატჩი აქვს მათ ჩვენთან სათამაშო დიახ შემდეგ ეს არის 26 სექტემბერი 26 სექტემბერს ერთი მატჩი გაქვს თუ ორი? ერთი 27 სექტემბერს ჩვენთვის ძიმე ორი მატჩი გაქვს კი რა თქმა უნდა ორი მატჩი გვაქვს ეს არის ის დღე როდესაც მოხდა ჩემი ქალაქის სოხუმის ტრაგედია სოხუმის ოკუპაცია დიახ ჩემი ქალაქის ოკუპაცია და იმ დღეს თქვენ ესპანეთში გაქვთ ორი მატჩი 10 საათზე ესპანეთის დროით ვეთამაშებით ირლანდიას და 7:30-ზე საღამოს საფრანგეთის ნაკრებს თუმცა საგულისხმოა რომ მეორე მატჩი ჩვენ საფრანგეთის ნაკრებთან რომ თამაშობთ ისინი დილით თამაშობენ ასევე ესპანეთის ნაკრებთან ყველაფერი ეს ხდება ავილაში რა თქმა უნდა უბრალოდ ამ მომენტში ჩვენ გვაქვს რა ვისვენებთ ერთი მატჩი და მეორე მატჩამდე გვაქვს დრო აღდგენისთვის სადღაც 7:30 საათი ფრანგებს კიდე რჩება სადღაც 5:30 საათი არ ვიცი როგორი მოქმედება აქაც მოსალოდნელია რომ ფრანგებმა თავი გადაინახონ და 28-ში გაქვთ თამაში 28-ში გვაქვს თამაში ბოლო თამაში მატჩი ესპანეთის ნაკრებთან რომელიც შეეცდება ჩვენთან მანამდე გადაწყვიტოს თავისი მდგომარეობა და ჩვენთან ეს ფოტო გუნდთან ერთად გახართ თქვენ გორშია გადაღებული რამდენიმე დღის წინ კი ბატონო ახლა ერთი კითხვა მას მაყურებელს უთხრა და რადიოს მსმენელებს ვინც არ იცის რამდენი წუთი გრძელდება ამბუტანტთა ფეხბურთში თითო ტაიმი ამბუტანტთა ფეხბურთში გრძელდება 25 წუთი და ეს არის სუფთა დრო. სუფთა დრო. როგორც ხელბურთშია, როგორც კალათბურთშია სუფთა დრო.
სუფთა დრო და ესეთი და მეორე უბრალოდ გაჩერებების დრო დამლო ჩერდება. ჩერდება. ანდა აქ არის იყო შემთხვევები, როცა ევროპის ჩემპიონატზე შემოიღეს დასვლილი დრო, მაგრამ მივან არ გაამართლა. ეს იგივე ვარჯიშებია, ხო? ეს ყველაფერი იგივე ვარჯიშებია, სხვათა შორის მინდა დაუბრუნდე ამ ვარჯიშებს. შეგრებას გორში. შეგრებას გორში. ჯერეთი ჩვენმა ასოციაციის ხელმძღვანელობამ მათ შორის მე გადავწყვიტეთ ის რომ ჩაგვეტარებინა საწვრთნელი შეკრება გორში ორი მთავარი მიზეზის გამო. დიახ. ერთი არის რომ ჯერეთი გარემო არის სუფთა, ახლოსა ყველაფერი მოედანი იქნება თუ სასტუმრო იქნება და ამ ქალაქში არ არსებობს საცობები. დიახ. ეს ყველაფერი კომფორტულად არის და ვისი დახმარებით ხდება ეს გორში, ვის უნდა უთხრათ მადლობა გორში თბილისში. პირველ რიგში ჩვენთან ჩვენ გვერდში გვიდგას მთელი ეს წლებია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. მათი მხარდაჭერით ჩვენ ნაბიჯსაც ვერ გადავდით. ყავს ასევე აი ამ ლამაზ სტადიონს რომ ხედავთ, ეს არის ახალი აშენებული. გორის 60-40-ზე პატარა სტადიონი ზუსტად ის ზომა რომელიც ჩვენია. სადაც ჩვენ თამაშობთ საერთაშორისო არენაზე და შიგდა ჩემპიონატებშიც. და აქ იყო გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე ბუზალაძის დამსახურება. ხარდაჭერა, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდით, რომ მისი გადაწყვეტილებით იყო რომ ჩვენ შევედით. ხელშეწყობა ყველაფერი. რა თქმა უნდა. შევედით ამ ლამაზ სტადიონზე, ახალ სტადიონზე, რომელიც დაკეტილი იყო და ჩვენთვის გაიხსნა. ძალიან კარგი. ხო და რა თქმა უნდა, ამ სტადიონის აი როგორც იქნება ვინც განკარგავს ამ სტადიონს, საფეხბურთო კლუბი გორის ხელმძღვანელობას. გორის დილა კი არა, ის ალგის სტადიონია. გორის ხელმძღვანელობას. ხო, ის უმაღლეს ლიგაში არ არის. არა, მეორე აქეთ დაბლ. ეს რომელ ქუჩაზე ეს სტადიონი? ეს გურამიშვილის ერთ ნომერში. გორის. დიახ, უბრალოდ გაგრძელებაზე ეგ ცენტრალური სტადიონი რომა გორის. შემთხვევით არ გეკითხებით, მე ვიცი საერთაშორისო სადაზერო მონაცემები რომ თქვენ განგზავრების წინ გორში აპირებთ მეორე ეტაპის გასვლა შეკრების 18 რიცხვიდან, ხო, ზეგიდან. და 22-ში, 23-ში აპირებთ ჟურნალისტების მოწვევას გორში. აი ეს ამაზე მითხარით თუ შეიძლება. კი ბატონო, ეს ჩვენ უბრალოდ დავამთავრებ. კარგი. ხო, ამ გორის ხელმძღვანელობას კონკრეტულად ლევან ბურჯანაძეს მინდა მადლობა მოუხადო. და რა თქმა უნდა ამ გუნდის ამ გორის მთელს პერსონალს ამ გუნდის მთელს პერსონალს თანამშრომლებს იმ სიტყვისათვის და გვერდში დგომისთვის რასაც ისინი გამოხატავენ ეს არის ძირითადი ადამიანური ფაქტორი რომელიც უნდა კონდეს ნებისმიერ ყურადღება რა თქმა უნდა ნებისმიერ სპორტსმენს ჩვენ გვიხარია ეს ყველაფერი და ამიტომ უფრო მეტი მარტო სპორტსმენს ნებისმიერ ადამიანს უხარია ყურადღება და მოფერება ზომიერი რასაკეთებია. რა თქმა უნდა, კი. მოკლედ ამისთან და ახლა ჩვენ პირველი ეტაპი 11-14 სექტემბერს გქონდა შეკრების 7-დან ნორმალურ გარემოში ჩავატარეთ, სხვათაშორის ამინდის ხელს გვიწყობდა ესეთი დალაგდა აქ რომ წვიმა იყო თბილისში. მერთან ჰქონდათ შეთანხმებული. ახლა დასი არა, მაგრამ იყო რაღაცა. და მოკლედ ახლა მეორე ნაწილს ვიწყებთ. მეორე შეკრებას. შეკრების მეორე ნაწილს. დიდი შეკრება 10 დღიანი შეკრება, მეორე ნაწილს 6 დღიანს ვიწყებთ 18-24 სექტემბერს. 18 სექტემბერი და 24-ი ჩათვლით. 25-ში გაფრინდებით ესპანეთში. 25-ში გამთენიისას მივფრინავთ ესპანეთში. ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ესპანეთში, კონკრეტულად მადრიდში და მადრიდის რეგიონში ცხოვრებ ქართველებს თანამემამულეებს, არა მარტო ქართველებს, ყველა ეროვნების თანამემამულეებს საქართველოსდან წავიდა იქ და იქ ცხოვრობს. მივმართა მადრიდში მოქმედ საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, დიპლომატებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, დიდი თხოვნით გამონახეთ დრო და საშუალება იმისათვის, რომ 26, 27, 28 სექტემბერს
მობრძანდეთ ქალაქ ავილო, ხო? ავილოში. ავილა ბოდიში, აი განრგიც არის აქ, ქალაქ ავილაში, საქართველოს ამბუტანტთა ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მატჩებზე, ერთა ლიგის მატჩებზე, B დივიზიონის შეგიძლიათ მანამდეც მიხვიდეთ სასტუმროში, მოეფეროთ, გაამხნევოთ. რაც შეეხება სტადიონს და განრიგს, ყველაფერი იქნება აღნიშნული საქართველოს ამბუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის Facebook გვერდზე და ევროპის შესაბამის ასოციაციის Facebook გვერდზე. მითითებული იქნება საათები, ყველაფერი და შეგიძლიათ მობრძანდეთ. დასწრება უფასოა, ხო? რა თქმა უნდა. უფასოა და თუ 10, 20, 30 კაცი თუ მოვა, ესეც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ხარი დაუჭიროთ ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, ამბუტანტთა ფეხბურთის ნაკრების წევრებს. მათ შორის მე ვიცი არის ამდენიმე კაცი, ვინც სოხუმში 92-13 წლებში დაიჭრა და 2008 წლის ომში რუსეთთან ომის დროს დაიჭრა. ერთი არის სოხუმელი ანატოლი ორობინსკი, ხო? დიახ, მაშინ მე თქვენს ნებართვით დავასახელებ მთელს შემადგენლობას. კარგით, მთელი ნაკრების შემადგენლობას, კარგით. კი. და მოგიყვებით პავლე ბახტულიძე, თბილისის 30 წლამდე ახალგაზრდა ბიჭია. დიახ. ანატოლი ორობინსკი, სოხუმელი კაცი ვეტერანი ნაკრების და თვითონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ის ვეტერანია. დიახ. თევზაძე პაატა. ვიცი. ეს ბათუმის წარმომადგენელია, ფოთელი ბიჭია სხვათა შორის ახალგაზრდა კაცი. 40 წელს მიღწეული, ზუსტად აი ეს ორია. ხო, ასაკი არ არის, მთავარი ტექნიკა როგორ გაქვს. პატარა მოედანია ტექნიკა მთავარი და დარჩიძე დათო. დიახ. ბათუმის წარმომადგენელი, ბათუმელი ახალგაზრდა უჩავა გიორგი. გორის წარმომადგენელი. გორის კლუბის, დიახ. რა თქმა უნდა. ჯავახიშვილი ლუკა, რომელიც მე-11 კლასის მოსწავლეა. ყველაზე ახალგაზრდა. კი. თელავიდან. კაჭკაჭაშვილი ბეკა ახალციხიდან თბილისის გუნდის წარმომადგენელი. დიახ. ბრეგაძე ლაშა. ეს წყალტუბელია, ხო მგონი? წყალტუბელია, ეს იყო ერთა ლიგის წინა ბომბარდირი. გამარჯვებული. თავად ბომბარდირი იყო და შესაძლოა. ჩვენ ვიყვარს ბომბარდირი, ხომ გასწოთ ეს სიტყვა. ეს მიქაუტაძეს ეკუთვნის, მაგრამ ამ სიტუაციაში ლაშასაც ეკუთვნის, რომ და გაგვახაროს. კი ბატონო. ქრისტესიაშვილი ნიკა. ეს ახალგაზრდა ბიჭია 20. ეს მახსოვს საქართველოს დიდ ფეხბურთში თამაშობდა, ხო? 17-ის ნაკრებში. ნაკრებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში. და მე ისე მოხდა რომ ხო, დაუზიანდა ფეხი. დაუზიანდა ფეხი, გაომიზეს და რაღაც. და ახლა ამბუტანტთა ფეხბურთის ნაკრების წევრია, დიახ. კი ბატონო. კარდავა მათე. დიახ, ეს სოხუმელი გულიბშელი. გულიბშელია წარმოშობით. ბაბუციძე დავით. ეს ცხინვალიდან არის. კი, მაგრამ ეს თბილისის წარმომადგენელი. ერთ-ერთი წამყვანია. კი. კოდუალაშა, ეს არის ზუგდიდის წარმომადგენელი, ზუგდიდელი კაცი, დიახ. რომელიც თვითონ არის წვრთნელი, ბავშვებს წვრთნის. ხო, მაგრამ თამაშობს ჩვენთან და მეკარის ფუნქციები აქვს მას და წამოვიყვანეთ იმიტომ რომ ის არის გამოცდილი და აი ფსიქოლოგიურადაც ხო დაცვას უხელმძღვანელს. ჩამოთვალეთ ფეხბურთელები, ხო უკვე? კი. და მწნელი. ჩადუნელი. ოჩამჩირელი. დათო, კი ბატონო და მისი ასისტენტი მეგრელიშვილი გიორგი. ორივე თბილისი, ხომ მეგრელიშვილი გიორგი, ასისტენტი იმავე დროს მეკარია თბილისის და შეიძლება მესამე მეკარი დაგჭირდეს იქ. ახლა გეტყვით თქვენ რომ ჩვენ რომ ვეთამაშეთ გერმანიის ნაკრებს, ყველაზე ადვილია ჩვენთვის გერმანია. რატომ? დათო ჩადუნელი 2 წლის წინ თამაშობდა გერმანიაში, ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა გოლი, ხო? და იქ თამაშობდა, კარგად იცის გერმანული ფეხბურთი, ამპუტანტთა ფეხბურთი, ამიტომ მისთვის ეს შედარებით რასაკვირველია, ხო, ცოდნა არ ნიშნავს რომ შემოუგებ, მაგრამ იცის მათი დონე და ყველაფერი. და სტაფში კიდევ გყავს ერთი ვეტერანი, 2008 წლის ომის მონაწილე, ჩვენი ექიმი ალექსანდრე დოლუაშვილი, გორელი ადამიანი, კაცი, რომელიც ამ ახალგაზრდებს შვილივით უყურებს და ევლება.
ძალიან კარგი. მოკლედ ამისთან და თქვენი მონამორჩი. თქვენ ხართ დელეგაციის ხელმძღვანელი, კი, ბატონო. 25-ში გაფრინდებით, 26-ში გაქვთ თამაშები, 26, 27, 28. იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენელი მადრიდის რეგიონში ავილა, ხო? ავილა. ყველაფერი იქ იქნება ფედერაციის გვერდზე, იქნება დაბეჭდილი რომელ საათზე გამოქვეყნებული, რომელ საათზე, რომელ სტადიონზე სად არის матჩები და იმედი გვაქვს, რომ შევინარჩუნებთ ადგილს მინიმუმ ამოცანა, მე ასე მინიმუმი გავიგე, არის, რა თქმა უნდა. B დივიზიონში რომ გადავედით C დივიზიონიდან, შევინარჩუნოთ ადგილი. ესე იგი ბოლო ადგილი არ უნდა დავიკავოთ ამ გრანდებთან. და თუ ცოტა ზემოთ, მაშინ მე გვერდებით სერიოზულ ხარდაჭერას და პრემიერს, თუ მეორე ადგილი დაიკავეთ. ეს რასაკვირველია ხუმრობით, მე რომ კონდეს საშუალება, აუცილებლად ჩაგერიცხება. თქვენ მადლობები რომ უხადეთ, მგონი გამოგჩათ კიდე ერთი. თბილისის ვინ გეხმარებათ ნაკრებს? მერი არ გეხმარებათ? თბილისის მერია ნაკრებს ამადამზე არა. მანამდე ხო გეხმარებოდა? მანამდე თბილისი ჩემპიონი საქართველოს ჩემპიონი. ჩემპიონთა თასი რომ იყო ლიგაზე იქ მერიამ დააფინანსა თბილისის მერიის სპორტის კლუბი დააფინანსა. თბილისის კლუბი დააფინანსა. დიახ. უბრალოდ ისე ვისაც აქვს საშუალება მივმართავ ბიზნესმენებს, იმ ადამიანებს, ვინც 92-13 წლებში, 2008 წლებში იცავდა საქართველოს სამშობლოს იცავდა საქართველოს ერთიანობას და ვინც მერე გახდა ბიზნესმენი, ასეთებიც არიან ბიზნესმენი. თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმის ხარდაჭერა ეს ეკიპირებით იქნება თუ სხვა ფორმით საქართველოს ამბონანთა ნაკრების ხარდაჭერა რომ გამოიჩინოთ ეს იქნება ძალიან დიდი საქმე. მივმართავ ყველას ვინც საქართველოსაც აქვს ამის საშუალება, ვინც ესმის ამის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ბიჭები არიან სხვადასხვა სიტუაციებში, ომის დროს თუ არა სამოქალაქო პირობებში დაზიანებული ფეხი, ხელი ასე შემდეგ, მაგრამ აგრძელებენ ცხოვრებას, თამაშობენ, იცავენ რეჟიმს, მე ასე ვიცი, ხო, იცავენ რეჟიმს და ევროპაზე წარმოაჩენენ საქართველოს და ვისაც ექნება საშუალება შეგიძლიათ დაუკავშიროთ ფედერაციას, გიორგი გვალიას, მის თქვენი ვიცე-პრეზიდენტი არის გიორგი ხვედერიც. დიახ. და ეს ძალიან დიდი საქმე იქნება, ძალიან დიდი. რამე დაგჭა თქვენ თეზისებში, პარგალკებში რამე ხო არ არის კიდე. მაქსიმალურად მოვაწოდე. როცა დაბრუნდებით აუცილებლად მოგიწევთ კიდევ გადაცემაში, აუცილებლად და იმედი მაქვს რომ შევინარჩუნებთ ადგილს B დივიზიონში და მე უკვე ვიფიქროთ რომ მომავალში 1-2 წლის შემდეგ უმაღლეს დივიზიონში რომ არის ქვეყნები სადაც 3-4 ლიგაა და ვებხო 2-3-4 ლიგაა თურქეთში ჩვენთან 1 ლიგაა 4 გუნდია ხო თუ 5 გუნდია ამბუდან და ფეხბურთში დიდი მადლობა გიორგი ერაცვალე წარმატებებს გისურვებთ ჩვენი გადაცემის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენი საქართველოს დამსახურებული წნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამილ ხოხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა რომლის ამყვანებარ მე სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკურია ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი დებიუტანტი არის ვებხო ზურაბიანი მოგესალმებით კლუბ ქუთაისის მოქმედი ხელბურთელი და რაც თავარია რატომ მოვიწვიეთ საქართველოს 14 წელიწადზე ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნაკრების რომელიც გადიოდა შეკრებებს და ემზადება რა სერიოზული ტურნირებისთვის, მაგრამ სანამ გადავალთ ვებხო ნაკრებზე, მინდა თხოვოთ თქვენ, ახალგაზრდა კაცი ხართ, მინდა წარმატებები გისურვოთ, მწვრთნელობა ძალიან სერიოზული და რთული პროფესია, უფრო რთულია ვიდრე სპორტსმენობა ალბათ, იმიტომ რომ მარტო თქვენ თავზე არ აგებთ პასუხს თელ გუნდზე. აი როგორ იყო თქვენი გზა, ვიცი რომ სამტრედიიდან ხარ წარმოშობით, ისე ბაბო თქვენი სვანეთიდან იყო, ხო? კი. წარმოშობით სვანეთიდან. სვანეთიდან ხართ, ხო, გაუხარდება ზურაბიანებს. ხო და როგორ გახდით ხელბურთია, ხო, ხელბურთში თქვენი გზა, მე როგორ აღმოჩნდით ქუთაისში და როგორ გახდით ნაკრების მთავარი წნელი? მე ვიცი, ბატონ ვახტანგ მეიფარიანმა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა საიდუმლო ინფორმაცია, რომ გარკვეულ იმედებს ვამყარებთო ვებხოზე როგორც მომავალ წნელზეო. დიდი მადლობა. და თუ თქვენ ასე კარგად გააგრძელებთ, კარგი წნელი დადგებით. დიდი მადლობა. აბა დავიწყოთ. ესე იგი, ხელბურთი დავიწყე სკოლის ასაკში. 12 კი ბატონო, 12-13 წლის ვიყავი. საერთოდ არ ვიცოდი ამ სპორტზე არაფერი. ჩემთან სკოლაში გაკვეთილებზე მოვიდა სპორტის მასწავლებლები. გააგრძელეთ? და მოვიდნენ, გვითხრეს ხელბურთის შესახებ. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ავთანდილ ქავზინაძე.
რომელმაც პირველი ვარჯიშები ჩამიტა, როგორც კი პირველ ვარჯიშზე მივედი, იმ წამსვე შემიყვარდა ეს სპორტი. იქედან 15 წელია უკვე ხელბურთს ვთამაშობ. ესე იგი ახლა 28 წლის ხართ, ხო? კი ბატონო, 13 წლის ვიყავი, როცა დავიწყე ხელბურთის თამაში, აი სამტრედიაში დავიწყე ხელბურთის თამაში. შემდეგ ასაკობრივი ტურნირები როცა ტარდებოდა, თბილისში გადმოვედი 2 წლით. ტიტე კალანდაძესთან ვთამაშობდი პეგასში. კი ბატონო. როცა ნაკრებში გამოგვიძახეს, პირველი მწვრთნელი ნაკრებში ტიტე კალანდაძე იყო. ჭაბუკთა ნაკრებში. კი ბატონო, 15 წლამდელებში გამოგვიძახეს პირველი. როგორ ახსოვს ყველაფერი? კი, აი, აქაც ნაკრები და 2 წელი ვიყავი პეგასში. პეგასში, კაი. მე უკვე როცა უმაღლესი ლიგის გუნდი გამოვიდა სამტრედიის, ისევ დავბრუნდი სამტრედიაში და დაახლოებით 5 წელი უმაღლესი ლიგის გუნდში თამაშობდი სამტრედიაში. შემდეგ შვედეთში ვიყავი 2 წლის განმავლობაში. იქ თამაშობდით? კი, იქ მეორე ლიგაში თამაშობდი, კი ბატონო, იქ. შემდეგ დავბრუნდი. 1 წელი შვედეთში 2 წელი იყავით. დიახ. იქ დაიცავით დისტანცია იქ 2 მეტრიანი ლამაზი შვედი ქალბატონებისგან. შემოტევა იყო, მე ასე მითხრეთ. მხოლოდ სპორტი. შემდეგ 1 წლიანი პაუზა მქონდა ტრამვის გამო. შემდეგ ჩამოვედი ისევ საქართველოში და უკვე 2 წელია ქუთაისის გუნდში ვთამაშობ, ისევ უმაღლეს ლიგაში. სამტრედიის კლუბს ხომ არ წყლის რომ ქუთაისში გადახვიდით? არა მგონია, სავარაუდოდ არა. აი ეს სურათი კიდე ევროტურნირებზეც ვიყავით სამტრედიის უმაღლესი გუნდიდან წასულები. კი. კარგი გუნდი ვიყავით, ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით, თასიც მოგებული გვაქვს. ესე დაიწყო ჩემი ხელბურთში მოსვლა პირველად. რაც შეეხება მწვრთნელობას და როდის დაიწყეთ მწვრთნელობა? მწვრთნელობა დაახლოებით 1 წელი გახდება, ეხლა რაც მწვრთნელი ვარ. დავიწყე ბავშვებში და შემომთავაზეს ნაკრებში კემპები ტარდება ბავშვებში. კემპებში ჩავრთულიყავ. ჩავერთე კემპებში და ეს უკვე 14 ნაკრებია, ხო? ეს უკვე ძალიან მომწონს ეს ფოტო, ცოტა ხანი იყოს. აი ესეთი ბავშვები გოლანთებულია, უყვართ ხელბურთი და უხარიათ რომ ეს ნაკრებში არიან, ხო? აი მაგარი ფოტო. ბოლო შეკრება ეხლა როცა ესპანელები იყვნენ ჩამოსულები. ეს ამას სულ 1-2 კვირის უკან. დიახ. თურქეთს რო ამხანაგური. ვიცი, აგვისტოში იყო თამაში, მე ერთ თამაში დავესტარე ერთ თამაშს. სამივე თამაში მოუგეს კი ბატონო. ძალიან კარგი. და ახლა არ გიჭირთ ეს ერთდროულად, ახლა ეს 14 წლამდელები თამაშობენ, თქვენ 28 წლის ხართ. აი სიმკაცრეს უნდა გამოიჩინოთ და ამავე დროს იუმორიც, მოფერებაც, ინდივიდუალური მიდგომა, ხო? კი, რთულია ბავშვებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, რთულია. მაგრამ ჯერჯერობით ვახერხებ. აჰა, ძალიან. და იმედი მაქვს, რომ აი ეგრეთ ახლა რისთვის ემზადება თქვენი ნაკრები? ჩვენ ახლა ჩავერთეთ ამ ესპანურ პროგრამაში. ყველაზე პატარა ასაკი არის ჩვენი. აი 16 წლამდელებმა, 18 წლამდელებმა რაც გაიარეს ეს ესპანური პროგრამები, ის დავიწყეთ ახლა ჩვენ. ზუსტად იგივე ნაბიჯ უნდა გავუყვეთ, როგორც 16 წლამდელები მიყვებოდნენ. რაც მთავარია, ძალიან კარგი თაობა მოდის ეს ახალი ბავშვები, ესპანელებსაც ძალიან მოეწონათ. ძირითადად რაც ქონათ დაგეგმილი. იმაზე ერთი საფეხურით შემდეგი ვარჯიშები დავიწყეთ ადრიანად, რახან უკვე ქონდათ ის საბაზისო ცოდნა და გამოცდილება, რომ უკვე გადავსულიყავით შემდეგ ეტაპზე. ძალიან ისეთი პერსპექტიული თაობა. ახლა ნაკრებში რამდენი კაცი იყო? ეხლა იყო 20. იქიდან მე ალბათ რამდენიმე კაცი არ დარჩება, იმიტომ რომ იქ დაფართოებული სიაა, ხო? ძირითადად თბილისის, ქუთაისის, ბათუმის ძირითადად თბილისი და ბათუმი. ბათუმს მოგეხსენებათ ორი კლუბი ყავს. ორივე კლუბიდან ყავს მოთამაშეები, თბილისიდანაც უფრო ძირითადი ნაწილი მაინც თბილისიდან არის. და რეგიონები ასე თუ ისე რეგიონები გვავსებს. ყოველთვის გვავსებდა რეგიონები და ეხლაც გვავსებს რეგიონები. თავიდან პირველად ქონდა გაცნობითი ხასიათი შეკრება გაზაფხულზე, სადაც 40 მოთამაშე გამოვიდა. სატარდებოდა ეს თბილისში? კი, გლდანის კომპლექსში მოგხსენებათ, კი. და ამ კემპის გარდა კიდევ მომავალ წელს არ იქნება ჩემპიონატი, ტურნირი ევროპის 15 წლამდელი? ჩვენ 16 წლამდე ოფიციალური ტურნირები არ არის ხელბურთში. ხო. და 16 წლამდე უნდა გავიაროთ ის ეტაპები, რომ უკვე მომზადებული დავხვდეთ, რათა როგორც მოგიხსენებათ ეროვნულ ნაკრებს შედეგები ქონათ, ჩვენს
ძალიან გვინდა რომ ეს შედეგები გქონდეს. აბა ვთქვათ, რა შედეგები გქონდა ეროვნულ ნაკრებს. მე მაინტერესებს თქვენი ხო შეფასი ვიცი რომ ვიცით, მაგრამ მაინც თქვენი გადმოცემით. ეს არა მარტო ხელბურთის, მთლიანად საქართველოს და მთლიანად ქართული სპორტის ზეიმი იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველად მოხვდით ევროპის ჩემპიონატის პერიოდში. პირველივე დებიუტანტმა გუნდმა მოიგო თამაში, რაც ძალიან რთულია. სხვა დებიუტანტებს გერმანიაში არც ერთი მატჩი არ მოუგიათ. ძალიან რთულია. როდესაც დებიუტანტი ხარ, ესეთი ფსიქოლოგიურად რთულია ეგეთი ტურნირის თამაში, როდესაც მით უმეტეს ახალგაზრდა გუნდი ვართ. არ არის ესეთი ძალიან ბევრი. ხო, თქვენ ბიჭებს ყველას იცნობთ, გითამაშიათ ზოგი ნაკრებში, კი ბატონო, კი ბატონო. ერთად გამოგვივლია ბევრი ასაკობრივი ნაკრები. პირველად საქართველოს ისტორიაში ხელბურთელთან ნაკრებმა 2023 წელს მოიპოვა უფლება ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 24 წლის იანვარში გაიმართა გერმანიაში და როგორ მოიპოვა 30 აპრილს 23 წლის 30 აპრილს უნგრეთში დაამარცხა უნგრეთის უძლიერესი გუნდი ბოლო წამებზე 11 მეტრიანი უძლიერესი გუნდი და მოვიპოვეთ უფლება და გავედით ევროპაზე. ახლა ევროპაზე დავამატებ ნაკრებთან ერთად ვიყავი გერმანიაში. პირველი მატჩი წავაგეთ ძალიან ძლიერ გუნდთან, ახლა ის იცით ჰოლანდიასთან. ხო და მე შვედეთი ხო და მესამე მოუგეთ ბოსნიას. ბოსნიას რომ მოუგეთ ბატონ გიორგი ვებხო განაცვალე. მე რასაკვირველია მადლობა მინდა უთხრა ფედერაციას, ყველა იმ ორგანიზაციებს ხელს უწყობდა ჩვენ ნაკრებს და გერმანიაში ცხოვრებ ქართველებს, რომლებმაც წინასწარ შეიძინეს ბილეთები 30-40 კაცი დადიოდა მატჩებზე, ყველა მატჩებზე და კომაგოდნენ ჩვენ ნაკრებს. მადლობა ჩვენ საკონსულო შტუტგარტში, საქართველოს საკონსულო შტუტგარტში და ფრანკფურტში. საკონსულოს წარმომადგენლები მოდიოდნენ თამაშებზე, ამხნევებდნენ დელეგაციას, ხელბურთელებს. მესამე მატჩი რომ ჩვენ ბოსნიასთან მოვიგეთ, მე პატარა ვიდეო გამოვაქვეყნე და დავწერე ტექსტი ოპერატიულად. გილოცავთ, გავიმარჯვეთ ბოსნია, დავამარცხეთ პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფში დავიკავეთ მესამე ადგილი, წერტილი. და ბევრმა ვინც ხელბურთის წესებში და რეგლამენტებში არ არის ჩახედული, ახლა არ არის ვალდებული ყველა იყო ჩახედული, იფიქრა რომ ჩვენ გავედით ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე, იმიტომ რომ არის სახეობები, სადაც მესამე ადგილიდანაც გადიხარ. ხო და ორი დღე მილოცავდნენ, გილოცავთ შემდეგ წარმატებებს ამ ჩემპიონატზე უკვე დამთავრებული იყო ჩვენთვის, მაგრამ პირველი გამარჯვება ეს იყო ისტორიული. პლუს გასულ წელს 24 წლის 24 წლის თუ 20 წელს იყო ხო მატჩები და საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა გასულ წელს დაიწყო წელს დამთავრდა მაისში ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებმა მეორეჯერ ზედიზედ მოიპოვა უფლება ითამაშოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 26 წლის იანვარში. კი, შვედეთში არის შვედეთის ჯგუფში, მალმეოში ძალიან ძლიერ ჯგუფში სიგდილი ჯგუფზე დახიან გრანდებთან, მაგრამ იქაც გვაქვს მინიმუმ ერთი მატჩის მოგების სერიოზული შანსი, მაგრამ ეს უკვე უდიდესი წარმატებაა, ხო, უდიდესი. ახლა თქვენი ბიჭები რომ უყურებენ, მაინტერესებს პატარა ბიჭები, აი მათი ემოციები როგორ არის ეს? ეხლა ეს პატარა ბიჭები, ვინც დაიწყეს თამაში, ძირითადად ზუსტად მაგ თამაშების გამო მოვიდნენ ხელბურთზე, იმიტომ რომ 2 წლის უკან იყო, ხო? დაახლოებით წლინახევრის 2 წლის უკან, დიახ, 2 წლის უკან და უკვე ეს ის თამაშები იყო, როდესაც გამოთქვეს სურვილი, ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ ხელბურთი დაიწყოთ, რომ ეთამაშათ ხელბურთი და ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ ევროპაზე გასვლამ, მით უმეტეს თამაშის მოგება, პოპულარიზაცია უფრო მეტია, რა თქმა უნდა, ფედერაციიდანაც უფრო მეტია, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა, ბევრმა ბავშვმა იცის უკვე ხელბურთის შესახებ, რომელიც გვაკლდა ასე თუ ისე. კი. ადრე ჩვენ საქართველოს აქვს უდიდესი ისტორია ხელბურთის 1902, ამბობენ 20-იანი წლებიდან, მაგრამ ოფიციალურად 1956 წლიდან და მომავალ წელს იქნება საიუბილეო თარიღი ღონისძიების 70 წლის 60-იან წლებში უძლიერესი გუნდი ყავდა თბილისის ბურევესნიკი, საკვაშირის ჩემპიონი, ევროპის საკლუბო ტურნირებზე წარმატებით გამოდიოდა, მერე მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეები, პრიზიორები და ოლიმპიური თამაშების და ასე შემდეგ, მერე იყო 90-იანი წლები, მძიმე წლები, მაგრამ მაინც იყო ხელბურთი, პატარა ჩავარდნა იყო 2000-იან წლებში და ბოლო 10-12
წელი და უფრო ახლოს რომ თქვა ბოლო 5-6 წელი სერიოზული შედეგები დაიდო და თქვენ მე მაქვს იმედი რომ თქვენი ნაკრები 14 წლანდელების 15 წლანდელების ახლა 18 წლანდელები დღეს გონი თურქეთში თამაშობენ ხო დღეს და ხვალ ორი თამაში აქვს ამხანაგური თურქეთში 2 თუ 3 არ მახსოვს წავიკითხე ხელბურთის ფედერაციის გვერდზე ყველას ურჩევ რომ როცა ცუთხასიაძე ხართ შედით ხელბურთის ფედერაციის გვერდზე საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ შედით ჭადრაკის ფედერაციის გვერდზე ძალიან ბევრი საინტერესო ჭაბუკების და ახალგაზრდების გოგოების სპორტსმენების შედეგები და ხელბურთში გოგოებმაც კარგი შედეგები არ ვიტყვი მაგრამ აღმავლობის პერიოდი მომავლის გუნდი არის ხო მომავლის თამაშის მიხედვით შეიძლება ვთქვათ რომ იმედები არის ბევრ ძლიერ ნაკრებებს გაუწიეს ძალიან დიდი კონკურენცია. კი, ის თელავში რომ გაიმართა, ხო, თელავში რომ გაიმართა. ახლა რა მაინტერესებს? ვეფხო გერაცვალი. ახლა თქვენ რომ თქვით რომ ბიჭებთან რთული არისო ურთიერთობა, ერთი მხრივ, მეორე მხრივ ალბათ იოლიც არის, მაგრამ როგორ აგვარებთ ამ მობილურის პრობლემას? ბევრ ქვეყანაში სპორტსმენები, სკოლის მოსწავლეები თუ სპორტსმენები დღე და ღამე თავისუფალ დროს მობილურთან არიან. სპორტსმენისთვის ეს დაღუპვაა საღამოს 9 საათის შემდეგ, მithumetes როცა შედიხარ და პირველ 2 საათამდე, ესე იგი უძილობა ეს უკვე დანგრეულია სპორტსმენის ფსიქოლოგია, ორგანიზმი. თქვენთან როგორ ხდება ეს? უბრალოდ 9 საათზე თიშავენ, აბარებენ ტელეფონებს თუ დიახ. თლიანი დღის მანძილზე ვცდილობთ, რომ ერთმანეთთან გქონდეთ კომუნიკაცია. ცოცხალი. კი ბატონო, უფრო აქტიური რაღაცებით დაკავდნენ ერთმანეთთან, გაიცნონ ერთმანეთი. ტელეფონებს რაც შეეხება, როდესაც შეკრებაზე ვართ, უმეტესად მხოლოდ ოჯახთან დაიკონტაქტონ, მოიკითხონ ერთმანეთი ოჯახი, თვითონაც არ ითხოვენ დიდად. როდესაც ბევრნი არიან შეკრებაზე. ძალიან მოსწონთ, კი, ისეთი ასაკია, რომ მოსწონთ ერთმანეთთან. ურთიერთობა. კი. მე ვიცი რომ თქვენი ნაკრების წევრებს ძალიან უყვართ ფეხბურთი. და ზოგი დადის სადაზე რომ მონაცემები ფეხბურთის მატჩებს ზოგს ცდილობს ბილეთების იშოვოს ახლა ფეხბურთი მაინც ნომერ პირველი სპორტია ითვლება და მეფეა ხო სპორტის სახეობების შორის და ერთობლივად ახერხებთ ნაკრების მატჩების დასწრებას თუ როგორ ხდება ეს ერთობლივად ჯერ არ ქონია ეგეთი შემთხვევა რომ ზოგი ბათუმშია ზოგი კი ბატონო იმიტომ რომ მთლიანი საქართველოს რაიონებიდან ეს რთულია ერთობლივად მაგრამ ვცდილობთ რომ უფრო ახლო კომუნიკაცია გქონდეს რაც მთავარია გუნდის შეკრისთვის არის ძალიან მთავარი და შემდეგ რა თქმა უნდა შედეგებიც აუცილებლად მოვა კი ნამდვილად ახლა რა მაინტერესებს კიდევ ეს ამ ნაკრებში თქვენ ხედავთ უკვე ისეთ პოტენციალის ხელბურთელებს რომლებსაც 1-2 წლის შემდეგ შეიძლება ახალგაზრდულ 19 ნაკრებში და მომავალში ეროვნულ ნაკრების კანდიდატები გახდნენ. ხედავთ ასეთ სპორტსმენებს. რა თქმა უნდა, არის ეგეთი მოთამაშეები, არის რა თქმა უნდა. ჩვენც უფრო მეტად ვშრომობთ იმისთვის, რომ ეს ეროვნული ნაკრები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევავსოთ, ხო? ეს ასაკობრივი ნაკრებები იზრდება, აუცილებლად 2-3 მოთამაშე ყოველთვის თითქმის ყველა ასაკში არის ხოლმე ისეთი, რომელსაც შეგვიძლია რომ იმედები გქონდეთ მაგათი. ახლა კიდევ ერთი კითხვა თქვენ მოქმედი ხელბურთელიც ხართ. კიდე რამდენი წელი აპირებთ ხელბურთელობას და პლუს ერთდროულად მცნელობას და მე ალბათ გადაწყვიტავთ მოვა დრო 1-2-3 წელი კიდევ ალბათ დაოჯახებული ხართ? კი, დაოჯახებული ვარ. ეს უკვე ეს საკითხი მოგვარებულია და მთავარია რომ ახლა თქვენ გააგრძელოთ 1-2 წელი მაქსიმუმ ალბათ დაახლოებით. ხო. და სანამ სიამოვნებას მომანიჭებს სანამ არ უშლის ხელს ცნელობას ერთმანეთს არ უნდა შეუშალოს რა თქმა უნდა ხელი და ხელბურთში აი ქართულ ხელბურთში აი რაც თქვენ ხართ ძველებზე არ გეკითხებით მათი თამაში ფრაგმენტები გაქვთ ნანახი მარტო ვინ იყო თქვენი კუმირი სიტყვაზე მომბოლო სერგო დათუკაში აჰა ჩემი პირველი ქართული ხელბურთს როცა უყურე ტელევიზორში იყო ნაკრების თამაში სადაც სერგოს თამაშს უყურე პირველი რომელიც ძალიან მაგარი იყო რა ერთი. ხელბურთი ზოგიერთ ქვეყანაში, ევროპის ჩრდილოეთ რეგიონებში არის ნომერ პირველი სპორტი. სკანდინავიაში. ხო, სკანდინავიის ქვეყნებში, სხვა ქვეყნებში ევროპის ან მეორე ან მესამე. ჩვენთან ჯერ სამეულში პოპულარობით ვერ შედის.
ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ალბათ მეოთხე-მესამეზე შეიძლება აიწიოს კიდევ, მაგრამ იმედი მაქვს რომ აიწევს, კიდევ აიწევს, იმიტომ რომ ისეთი შედეგები დადა ამ თაობამ, რომ ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე გავედით და პატარა რესურსი ახლა არჩევანი ბევრი არ აქვს, ხო? არჩევანი ბევრი არ აქვს. ნახეთ ალბათ მაისში რა თავგანწირვით იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები საბერძნეთთან რომ დავამარცხეთ. სერიოზული გუნდი, სერიოზული წინამდებობა გაგვიწიეს და ახლა ისლანდია იყო ჯგუფის ფავორიტი, მაგრამ საბერძნეთი დავამარცხეთ ოსტატურად და ბერძნებას აღიარეს რომ ბოსნიის დამარცხებაც რთული იყო, მით უმეტეს გასული ჩეხოთრაში რთულია. თქვენ ახლა ალბათ უმიზნეთ ცნელობაში რომ როდესღაც 5-6 წლის შემდეგ გახდეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მინიმუმ თავარცელის თამაშებზე. დიახ. ასეთი მიზანი გექნება. რა თქმა უნდა, გეგმები უნდა გქონდეს და რა თქმა უნდა წინ უნდა გავიხედოთ. ყველაზე კარგი არის, როცა შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში წარმატებას მიაღწევ მით უმეტეს და როცა შენი ეროვნული ნაკრებით უცხოეთში წახვალ და სხვა თამაშებს ითამაშები უდიდესი გრძნობა არის. იმიტომ რომ ასაკობრივ ნაკრებებში როცა ვთამაშობდი, ყველაზე ძალიან მაგარი გრძნობა იყო, როდესაც შენი ჰიმნი ირთვება თამაშის წინ. იქ უკვე ყველაფერი თავდება და უკვე ყველაფერი გავიწყდება. დიდი მადლობა ვებხო, სარგებლოთ შემთხვევით და მინდა გისურვოთ თქვენ ნაკრებს, ასაკობრივ ნაკრებებს, ხელბურთელების ასაკობრივ ნაკრებებს, ეროვნულ ნაკრებს ახალი წარმატებები, ფედერაციას უფრო კიდევ ახალი წარმატებები, კარგად ეხმარებიან, უწყობენ ხელს ხელბურთელებს, ნაკრებებს, ორგანიზებას აკეთებენ და სარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ტელეეთერიდან საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს ის უდიდესი წარმატება, რაც მათ დადეს ამ რესურსით ევრობასკეტზე. პირველად ისტორიაში საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოახერხა 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა. ეს უდიდესი წარმატებაა იმ რესურსით, რაც ჩვენ გქონდა ამ სიტუაციაში, ახლა არავის არ ეწყინოს, მაგრამ რეალურად ძირითადი დატვირთვა იყო 6-7 კალათბურთელზე, როცა სხვა გუნდებში ძირითადად 10-11 კაცია ჩართული. ახლა ეს ბევრი მიზეზია ამის, მაგრამ ეს უდიდესი წარმატებაა. კი, შეგვეძლო ნახევარფინალში თუ მოუგებდით ფინეთს, მაგრამ მინდა მიულოცო ჩვენ ეროვნულ ნაკრებს, უთხრა ბიჭებს დიდი მადლობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავარწნელს ალექსანდრე ჯიკის, რომელსაც მე კარგად ვიცნობ, მინდა უთხრა სერბულად. Dober dan, Aleksandr. Ხვალა სერბულად არის მადლობა. ის გაიგებს ამას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნაკრები წარმატებით იასპარეზებს სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში, გაგვიჭირდება ნოემბერში, იმიტომ რომ არ იქნება ჩვენი სანდრო და გოგა ბითაძე, რომელიც ამერიკაში NBA-ში თამაშობენ, კიდევ შეიძლება 1-2 კაცი არ იყოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბოლომდე დაიხარჯებიან. რაც შეეხება გუნდურ სახეობებს, ახლა მინდა ვთხოვოთ ჩემ კოლეგებს და გულშემატკივრებს, არ თქვათ, რომ ეს პირველად გუნდურ სახეობებში ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. არა. წყალბურთელებმა 2 წლის წინ მოახერხეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. კი, ახლა კალათბურთი ითვლება უფრო პოპულარული ვიდრე წყალბურთი და უფრო ხმაურიანი იყო ეს ჩვენი წარმატება ევროპის ჩემპიონატზე. დავამარცხეთ მოქმედი ჩემპიონი ევროპის ესპანეთი, მერვე ფინალში დავამარცხეთ საფრანგეთის სერიოზული გუნდი, ვიცე-ჩემპიონი და ტიტულოვანი ნაკრები, რასაკვირველია, მაგრამ წყალბურთელების არ დავივიწყოთ. კალათბურთელებს კიდევ ერთხელ ვულოცავ, უსურვებ ახალ წარმატებებს. დღეისათვის ჩვენი გადაცემის დრო ნელა იწურება. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, დიდი მადლობა ვებხო გენაცვალე, საინტერესო იყო გიორგი, მიაქციეთ ყურადღება. რა კარგი ორატორია ვებხო. კარგი ორატორია, ყველაფერი დაალაგა. მე დარწმუნებული ვარ, ბიჭეთანაც კაი ურთიერთობა აქვს, ამასაც აქვს გადმოცემის უნარი აქვს ძალიან კარგი. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიოსმენელებო, პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ, რეკორდსმენი საქართველოს დამსახურებული წნელის
თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. გადაცემის სტუმრები იყვნენ გიორგი გვალია, საქართველოს ამბუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი და კლუბ ქუთაისის მოქმედი ხელბურთელი ვებხო ზურაბიანი, რომელიც არის საქართველოს 14 წელთა ხელბურთელთა ნაკრების მთავარი წვლილი. დიდი მადლობა ორივეს. გისურვებთ თერფასო ტელემაყურებელო და რადიოსმენელებო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. კარგად ზანდებოდეთ. აბაულა.